ბუნებრივია, ჩვენ დემოკრატიული ერების გაერთიანება ვართ და ვერავის დავაძალებთ, რაიმეს ნების საწინააღმდეგოდ. თანხმობა შედგა 26 ქვეყანას შორის. შეგიძლიათ მსოფლიოში მაჩვენოთ 26 ქვეყანა, რომელიც ერთმანეთს ამდერამეში ეთანხმება, როგორც ევროკავშირში. როდესაც კომისიაში ვიყავი ჯერ კიდევ 2014 წელს, უნგრეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მივიღეთ სანქციების 16 პაკეტი. ასე მუშაობს ევროკავშირი. ჩვენ ვერ ვაიძულებთ რომელიმე ქვეყანას შეიცვალოს აზრი. ამასთან სრული შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ერთი ან ორი ქვეყნის წინააღმდეგობის გამო მათ არ შეუძლიათ მოქმედება. სხვათა შორის ხელშეკრულებებში ეს პირობები გაწერილია, რაც ევროკავშირს რთავს ნებას იმოქმედოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნების უმრავლესობა კონკრეტულ საკითხს არ იზიარებს. ადრე თუ გვიან ევროკავშირი პროცესის მონაწილე გახდება, რადგან ვერ იქნება მშვიდობა ევროკავშირის გარეშე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინას ჭირდება ევროკავშირი. ბატონმა პუტინმაც თქვა, რომ ვერ იქნება მშვიდობა სანქციების შემსუბუქების გარეშე. ეს სანქციები კი სწორედ რომ ევროკავშირის დაწესებულია. რუსები პირველები არიან, ვის ინტერესშიც შედის ევროპის ჩართულობა. მათ აქვთ ვაჭრობის თავისებური მეთოდი. სამწუხაროდ 24 საათში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი არ იყო, როგორც ამას წინასწარ ვარაუდობდნენ. ამის შემდეგ საუბრობდნენ ერთ თვეზე. ფიქრობ ხალხს კარგად ესმის, რომ ეს გაცილებით კომპლექსური საკითხია. დიდ ძალებს შეუძლიათ დააწესონ ომი. თუმცა მათ არ შეუძლიათ დააწესონ მშვიდობა. ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ ძალებს შეუძლიათ ქვეყანაში შეიჭრან, რაც ბევრჯერ მომხდარა და ახლაც უკრაინაშიც ხდება. მშვიდობის მიღწევა კი გაცილებით რთულია. ამას ჭირდება კონფლიქტის საწყის ფაქტორებზე პასუხი და არა მხოლოდ მისი ფასადური მოგვარება. რა თქმა უნდა, უკრაინაში უნდა გქონდეს მშვიდობა და მჯერა რომ ეს იმაზე რთულია, ვიდრე ხალხს ჰგონია. ერთია ცეცხლის შეწყვეტა, მეორეა მშვიდობა. უკრაინა უნდა იყოს ამის ნაწილი, ისევე როგორც ევროპა. We need Ukraine to be part of it, of course, and we need Europe